ვიღაცები ქირქილებენ. აბეიშვილიო ელიტარულ წრესო არ წარმოადგენსო და ესო გოიმიაო ეგო სოფლელიაო მაგასო ბრენდულები არაცვიაო ლილოს ბაზრობაზე ნაყიდი რაღაცები დადისო ეგო ისე სვეცკი არ არის ელიტარული პრივილეგირებული ოჯახიდან არ არისო და აბა ეგო როგორ უნდა იყოს ლიდერიო მაგი როგორ უნდა იყოსო ქართველ ხალხსო ეგო როგორ უნდა წარმოადგენდესო ამ გავიზარდე ერთ რიგით ქართულ ოჯახში მამაჩემი ინჟინერი იყო წითელი დიპლომზე ქონდა დამთავრებული უმაღლესი ინჟინერი კაცი იყო დედაჩემი პედაგოგი 30 წელი სკოლაში ასწავლიდა. მამაჩემა ინჟინერობის 90-იან წლების შემდეგ უკვე იმისთვის რომ ოჯახი გამოეკვება, არ უთაკილია არასდროს და მე ვამაყობ ჩემ გარდაცვლილი მამით, რომელსაც არასდროს არ ასე ვთქვათ, უთაკილია ის რომ მისი ოჯახის შვილების გამოსაკვებად მაგალითად გაზგასამართ სადგურზე დაცვაში ემუშავა და ღამეები ეთენებინა. დედაჩემი 30 წელი პედაგოგი იყო 180 საჯარო სკოლაში. 1000-ობით ბავშვი ყავს გაზრდილი მარინა კოტრიკაძეს დედაჩემს. პედაგოგს დღეს დედაჩემი პენსიონერი ქალი პარლამენტარ ლევან ხაბეიშვილის დედა დღეს მუშაობს ყასტრანსგაში გაზის ანათვალზე დადის აფრიკაში მოსკოვის გამზირზე მისი არაჯამრთელი იმიტომ რომ უამრავ წამალს პენსიონერი დედაჩემი დღეს დადის კიბე ოჯახ მე და ჩემი ემიგრანტ ძმას არასდროს არ გვიკადრებია დედისთვის მიუხედავად იმისა რომ პირდაპირ გეტყვით რომ იმის საშუალება გვაქვს რომ უთხრათ რომ დედა დაისვენე შენ და მოდი ჩვენ პირობითად აგერ ვართ ეხლა გავგზარდე იმას თქვენი რა ქვია აგზარდე მადლობლები ვართ არ გვიკადრებია და რატო არასდროს ჩემ ოჯახში სათაკილო არასდროს არ ყოფილა შრომა წესიერება და პატიოსნად მუშაობა ჩემი ძმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ისა რა ქვია კაპიტანი და პრეზიდენტ სააკაშვილის იცავდა მისი მკერდი 13 წელი ემსახურა სახელმწიფოს 2013 წლიდან რაც პრეზიდენტ სააკაშვილი წავიდა ერთ კვირაში წავიდა ჩემი ძმა 10 წელია ემიგრაციაში დღეს არის ტრაილერის მძღოლი და მე ვამაყობ დედაჩემითაც ჩემი ძმითაც მამაჩემითაც და თუ გაინტერესებდა და იმ ხალხს მინდა უთხრა დიახ მე ასეთ პრინციპულ ასეთ შრომელ წესიერ პატიოსან ხალხს წარმოვადგენ და დიახ მე ვიქნები მთავარი მებრძოლი პირდაპირ გეუბნებით აი პრივილეგირებული კასტა რო არ იყოს ელიტარულები რო არ იყვნენ და მათთვის რო ყველაფერი შეიძლება და რიგითი უბრალო მოსახლეობისთვის რო ყველაფერი ხელმიუწვდომელია ამისთვის ვიბრძოლებ გენ არ წარმოვადგენ მე ელიტარულ და პრივილეგირებულ ოჯახს მე წარმოვადგენ ერთ ქართულ ტრადიციულ ქრისტიან მართლმადიდებულ ოჯახს სადაც მასწავლეს ადამიანის სიყვარული, პატივისცემა, სიკეთე, შრომა და მე დარწმუნებული ვარ, რომ აი ასეთი ადამიანების წარმომადგენელი ვიქნები, ასეთად დავრჩები და ასეთი ადამიანების ინტერესებისთვის ვიბრძოლებ.